გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპზე ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის გუმბათის გადახურვის სამუშაოების მეორე ფაზის მეორე ეტაპის სამუშაოები დასრულდა. ძალოვან ხარაჩოზე სტრუქტურული პლატფორმის და მისგან გამოსულ გელათის გუმბათის სარკმელებში 4 ძალოვან ძელზე ლითონის სივრცული რკალის სამონტაჟო სამუშაოები განხორციელდა. როგორც გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ არქიმანდრიტმა კირიონ ონიანმა განაცხადა, აღნიშნული ლითონის სივრცული კონსტრუქციული რკალი წარმოადგენს სივრცულ პლატფორმას, რომელზეც დაეყრდნობა და აშენდება ღვთისმშობლის ტაძრის გუმბათის ერთიანი დროებითი გადახურვა. აღნიშნულ სამუშაოებს ღვთისმშობლის შობის ტაძრის პირველი ფაზის მსგავსად კვლავ გერმანული კომპანია Quadrexis სპეციალისტები შეასრულებენ. სამუშაოები კი 10 მარტიდან დაიწყება. როგორც მამა კირიონმა აღნიშნა, მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრი და მისი მრჩეველი ორგანო იკომოსი მაღალ დონეზე აფასებს გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სამუშაოებს. დღეს როგორც ხედავთ, ღვთისმშობლობით დაიწყო სამუშაოები და ჩვენ უკვე დავიწყეთ მთავარი ფაზა გელათის კათედრალის გუმბათის ერთიანი დროებითი გადახურვის სამუშაოების. დღეს ხორციელდება სამუშაო, როდესაც გუმბათიდან გამოსულ ძალოვან ძელებზე ჩვენ ვკიდებთ სივრცულ ლითონის წრიულ კონსტრუქციულ რკალს. ეს რკალი არის შემდგომ უკვე პლატფორმა და საფუძველი იმისთვის, რომ ამაზე უკვე დაშენდეს ლეირეს მასალით განხორციელებული გელათის გუმბათის ერთიანი დროებითი გადახურვის სამუშაოები. მადლობა ღმერთს, როგორც ხედავთ, ყველაფერი მშვიდობით ხორციელდება. შემსრულებლები არიან მაღალი დონის პროფესიონალები, ამის სპეციალისტები ლითონ კონსტრუქციების. ასევე სამუშაოებს დედამხედველობს არქიტექტორი თავად ვახტანგ ხესაშვილი და ასევე სამუშაოების მენეჯერი ბატონი ლევან კაკაურიძე. ღვთისმშობლობით იმედი გვაქვს, რომ ეს პირველი ნაყოფთური მშვიდობით დავყიდეთ, ასევე დაგვჭირს ამ ნაყოფთური სულ ეს წრიული სივრცული პლატფორმა დაყოფილი 4 ნაწილად, მინდან იყიდება 4 ძელზე და 4-ვე ნაწილის დაყიდება მოხდება მშვიდობით და განსრულდება ეშვენეწყებული საქმე. აქვე მე დავამატო, რომ აღნიშნული ეს კონსტრუქცია, რომელიც დღეს უკვე სრულდება, ჩვენი რომელიც შეიქმნა გუმბათში და ძალოვანი ხარაჩო და შემდგომ მასზე მაგდება რა ეს კონსტრუქციული ლითონის სივრცული წრიული პლატფორმა შეფასებული არის მსოფლიო მემკვიდრეობის მიერ და მისი მრჩეველი ორგანოს იკომოსის მიერ, როგორც უაღრესად მაღალი ხარისხის, რომ პროექტი შესრულებულია ზუსტად და სხვა გადაჭრის გზა, რომ ჩვენ შეგვასრულებინა გელათის ერთიანი დროებითი გადახურვა არ არსებობს გარდა ამ არქიტექტურული მიგნებისა, რომელიც განახორციელა გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა. და მნიშვნელოვანია ეს მაღალი შეფასება მსოფლიო მემკვიდრეობის იუნესკოს და მისი მრჩეველი ორგანოს იკომოსის მხრიდან. და სამწუხაროა, რომ ხანდახან ხდება ისეთი ინფორმაციების გავრცელება, რითაც საზოგადოებას აბნევენ, ძაბავენ და აშინებენ და აშფოთებენ თითქოს რაღაცა არ მიმდინარეობს გეგმის მიხედვით, არ არის სამუშაოები თანმიმდევრული, როდესაც კიდევ ეძახი ყველაზე მაღალი ორგანო აფასებს აი ამ კონსტრუქციას, დღეს ხორციელდება როგორც უმაღლესი ხარისხის და დეტალური პროექტი და გელათის რეაბილიტაციის კომიტეტს მაღალ დონეზე უწონებს ზრუნვას ძეგლზე. თორემ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველა სამუშაო, რომელსაც ვახორციელებთ, პირველ რიგში უზრუნველყოფდეს ძეგლის უსაფრთხოებას და ხარისხს. ჩვენ უზრუნველყოფთ სამშენებლო პროექტის მართვას გელათის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში. როგორც ხედავთ, ჩვენ განვაახლეთ მუშაობა, როგორც ეს იყო დაგეგმილი გაზაფხულის დაწყებისას უნდა განახლებულიყო უკვე ფართომასშტაბიანი სამუშაოები, რაც მოიცავს გელათის ტაძრის დროებით გადახურვას, რომელიც არის ძალიან კომპლექსური პროექტი და ამ პროექტში ჩართული არის არაერთი საერთაშორისო მხარე და ჩვენის მხრივ სამშენებლო პროექტის მართვას უზრუნველყოფთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. აღნიშნული პროექტი მომზადებული არის გერმანელი ინჟინრის მიერ, ასევე ჩართული იყო ქართველი არქიტექტორი ვახტანგ ზესაშვილი და ამ ერთობლივი
კოლაბორაციის შედეგად მივიღეთ უნიკალური და მეტად კომპლექსური პროექტი, რომელსაც ახლა ვახორციელებთ. აღნიშნული სამშენებლო პროექტი დადასტურებული და მოწონებული არის იუნესკოს და იკომოსის მიერ და ამ პროექტის მიხედვით შემდეგი ეტაპი არის გუმბათის გარშემო რკალის ფორმის ფერმის მოწყობა, რომელიც დაამზადა ქართულმა კომპანიამ Construction Service და მის მონტაჟსაც ეს კომპანია უზრუნველყოფს. შემდგომი ნაბიჯები გახლავთ უკვე გუმბათის დროებითი გადახურვის მოწყობა, რომელსაც ასევე გერმანული კომპანია შეასრულებს, ვინც გააკეთა ტაძრის ქვედა ნაწილი და ლიანი ტაძარი უკვე დახურული იქნება ატმოსფერული ნალექებისგან და ყველა გარემო პირობებისგან და იქნება საშუალება იმისთვის, რომ შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდეს. ამ პროექტზე, რომლის მეორე ფაზაც ახლა ხორციელდება, მუშაობდა 3 კონსტრუქტორი, 2 ქართველი და 1 გერმანელი და პროექტი შესრულებული არის საერთაშორისო სტანდარტები და ყველა იმ წარმოდგენილი პრობლემების გათვალისწინებით. ამ პროექტმა და რის შესრულებაც ახლა ხორციელდება მეორე ფაზის, უნდა უზრუნველყოს გელათის მთავარი ტაძრის დროებითი გადახურვა. წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში 1 მარტიდან მომავალი საკონსერვაციო ფიზიკური სამუშაოების განხორციელებისათვის მხატვრობის სრული ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება დაიწყო. როგორც ქვისა და მხატვრობის კონსერვაციის სპეციალისტმა ლელა ნინოშვილმა განმარტა, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ტექნიკური და კვლევითი სამუშაოები 1 წლის განმავლობაში გაგრძელდება. მნიშვნელოვანია, რომ მარტის 1 რიცხვიდან დაიწყეს მუშაობა უკვე წმინდა გიორგის ტაძრის მხატვრობის ჯგუფმა და ესეც გასახარი არის საზოგადოებისთვის, ვინაიდან ჩვენ უკვე შევდექით წმინდა გიორგის ტაძრის ტექნიკური სამუშაოების, მხატვრობის ტექნიკური სამუშაოების შესრულებას, რომ გამოვიკვლიოთ ფერწერის მდგომარეობა, ნალესობის მდგომარეობა, რომ ამითი საფუძველი გავამზადოთ მომავალი საკონსერვაციო სამუშაოებისათვის. წელს ჩვენ პირველ საველე ვიზიტს ვახორციელებთ უშუალოდ წმინდა გიორგის კედლის მხატვრობაზე სამუშაოდ. გელათის ყოვლისმომცველი საკონსერვაციო პროგრამის ფარგლებში დაიგეგმა წმინდა გიორგის ტაძრის კონსერვაციის გეგმის შემუშავება და სწორედ ამ კონსერვაციის გეგმის მიხედვით ჩვენ ვიწყებთ საკონსერვაციო საკვლევი სამუშაოების განხორციელებას. ეს პროცესი გაგრძელდება 1 წელს, 1 სრულ წელს მოიცავს. და სრულად მოხდება ძეგლის შესწავლა მხატვრობის როგორც ფიზიკური მდგომარეობის, ასევე მისი ტექნოლოგიის, გამომწვევი მიზეზების დადგენა, ყველა იმ საკონსერვაციო საჭიროების განსაზღვრა, რის წინაშეც დღეს ტაძრის კედლის მხატვრობა იმყოფება, ასევე მოხდება ყველა არსებული რისკის შეფასება, მზადყოფნის გეგმის მომზადება და უკვე მომავალ წლებში განხორციელდება აი ამ სამუშაოების შედეგად ფიზიკური სამუშაოები. ჩვენი ამოცანა პირველ ეტაპზე არის, რომ მოვახდინოთ კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მყოფი არეების გამოვლენა იმ საკვლევი და საპროექტო სამუშაოების პარალელურად, რომელიც დაგეგმილია კონსერვაციის გეგმის ფარგლებში, მაგრამ ვფიქრობთ, რომ მაინც კონცენტრაციას ამ ეტაპზე მოვახდენთ, რომ სადმე რამე ისეთი მოწყვლადი არეალი ან მოწყვლადი მონაკვეთი არ იმყოფებოდეს, რომელმაც შეიძლება დააყენოს საფრთხე. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ტაძრის გადახურვაზე საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს და კარგია, რომ კედლის მხატვრობის კვლევითი სამუშაოებიც ამის პარალელურად განხორციელდება, ეს საშუალებას მოგცემს, რომ მაქსიმალურად დავაზღვიოთ საფრთხეები, რაც შესაძლოა მომდინარეობდეს არქიტექტურის საკონსერვაციო სამუშაოების ფარგლებში და ვაკონტროლოთ სიტუაცია, რომ თქვათ არ მოხდეს რაიმე გაუთვალისწინებელი, არ დადგეს რაიმე გაუთვალისწინებელი რისკი. პროექტი აგროსკოლა დაიწყო. 2025 წლის პროგრამაში 52 მოსწავლე მონაწილეობს. პროექტს გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ახორციელებს. ორგანიზატორთა განმარტებით პროგრამის ფარგლებში მონაწილეები აგრარულ საკითხებს გაეცნობიან. მიიღებენ ინფორმაციას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სოფლის მეურნეობის განვითარება, ქართული ტრადიციული მეფუტკრეობა, ბიომეურნეობა და აგროტურიზმი. ასევე მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა აქტუალურ და საინტერესო გარემოს დაცვით საკითხზე. სასწავლო პროცესი 2 თვე გაგრძელდება. პროგრამა თეორიულ სწავლებასთან ერთად საველე გასვლებსაც მოიცავს.
წელს 400-მდე მოსწავლე დარეგისტრირდა, ძალიან მაღალი იყო კონკურენცია, 52 შეირჩა საბოლოო ჯამში, თითქმის ნახევრად არის გოგონები და ბიჭების მონაწილეობა, ესეც მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წარმატებული კურსდამთავრებულები გვეყოლება და რამდენიმე მათგანი მაინც იფიქრებს ამომავლად უკვე აგრარულ პროფესიაზე. ეს არის ონლაინ პროგრამა, რომელიც 2 თვის განმავლობაში ხორციელდება, დაიწყო უკვე სწავლა, 2 თვე გაგრძელდება და 2 თვის შემდეგ იქნება უკვე შემაჯამებელი გასვლითი შეხვედრები, იმ საწარმოებში შეხვედრები იქნება იმ სპეციალისტებთან, ვისთანაც მათ 2 თვის განმავლობაში ექნებათ უკვე აქტიური სემინარები და სამუშაო ჯგუფებში იმუშავებენ მათთან ერთად, ექნება ძალიან საინტერესო თემებზე განხილვები, ისეთი როგორიც არის მაგალითად ქართული ტრადიციული მეფუტკრეობა, თვითონ სოფლის მეურნეობა, პროცესი მინდვრიდან სუფრამდე, ძალიან ბევრი სხვა საინტერესო თემა, რაც მათ აძლევთ ხოლმე იმის შესაძლებლობას, რომ უკვე იმ ახალგაზრდებს, ვისაც აქვთ სურვილი, რომ თუნდაც მაგალითად ისწავლონ მომავალში აგრარული მიმართულებით, უკვე აძლევს შესაძლებლობას, რომ ჩამოყალიბდნენ იმ სპეციალობებზე, რა სურთ მათ. ყოველწლიურად ჩვენ ვცდილობთ ხოლმე განვაახლოთ თემები იმ საკითხების მიმართულებით, რომელიც ახალგაზრდებს აინტერესებთ. ყოველთვის ვცდილობთ გავითვალისწინოთ მათი ფიდბექი, უკავშირი და რეკომენდაციების გათვალისწინებით დავგეგმოთ ხოლმე ახალი თემები. შესაბამისად არის ახლაც გარკვეული თემები დამატებული, იგივე ვცვლით ხოლმე მაგალითად საწარმოებში ვიზიტს და პრაქტიკულ ნაწილს უკვე შემაჯამებელი სამუშაოების სახით წელს მაგალითად ერთი სიახლე იქნება, რომ ექნება შესაძლებლობა შეხვდნენ ჯაიკას წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით. შეგახსენებთ, რომ პროექტი აგროსკოლა 2022 წლიდან ხორციელდება. მასში მონაწილეობის მიღება მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს შეუძლიათ. სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ. ორგანიზატორთა განმარტებით აგროსკოლის მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული პროფესიების პოპულარიზაციას. ნუში არის ჯანსაღი ცხიმების, ცილების, ვიტამინებისა და მინერალების შესანიშნავი წყარო. ის განსაკუთრებით მდიდარია E ვიტამინით და მაგნიუმით. მის შემადგენლობაში შედის ის აუცილებელი მინერალები, რომლებიც ხელს უწყობს ჯანსაღი ძვლების შენარჩუნებას. ამ საკითხზე სპეციალისტებმა კვლევა ჩაატარეს. დაკვირვებით დადგინდა, რომ მაღალი ქოლესტერინის მქონე პირებს, რომლებიც ნუშს ყოველდღიურად იღებდნენ, ქოლესტერინის დონე შეუმცირდათ. სპეციალისტების განმარტებით ის მდიდარია მონოუჯერი და პოლიუჯერი ცხიმებით. ეს ცხიმები კარგია გულისთვის, რადგან მათ შეუძლიათ შეამცირონ ცუდი ქოლესტერინი და გაზარდონ კარგი ქოლესტერინი. ნუში არის ბოჭკოს, ცილების, ჯანსაღი ცხიმების, E ვიტამინის, მაგნიუმის, ფოსფორის და კალიუმის მდიდარი წყარო. ნუშის სასარგებლო თვისებებზე სულ 16 კვლევა ჩატარდა. დაკვირვებაში 800-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. სპეციალისტების განმარტებით რეკომენდებულია დღეში 60 გრამამდე ნუშის მიღება. მათი მოსაზრებით ის მნიშვნელოვან ნივთიერებებს შეიცავს და მისი ყოველდღიური მიღება კარგია.